ისევ ომეგაზე უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ შეკითხვები არის ასეთის, რომ გულზე სტენდი მაქვს თუ გულის სტენდი როგორ არის სწორად არ ვიცი, გაკეთებული და ხო თუ შეიძლება, თუ ასუქებს, გული მიჩქარდება და უკუჩვენება თუ აქვს და ესეთი შეკითხვა. ჩქარებასთან კავშირში არ არის, არ ასუქებს და სტენტირების ძო ძალიან კაია, იმიტომ რომ ომეგა-3-საც და კოენზიმ Q-საც აქვს ანტიაგრეგანტული ეფექტი, ანუ სტენტირების მერე რა არის თავარი რისკი. იმის გამო რომ უცხო სხეულია სიძახში ჩადგმული, ხო ესეთი ბადისებური, გარკვეული, ესე იგი შენადნობისგან დამზადებული ესეთი ბადია, რომელმაც გააფართოვა სიძარღვი, ორგანიზმზე სადაც კი ნახულობს უცხო სხეულს, უცხო აგენტს, იწყებს მის გარშემო შემაერთებელ ქსოვილის ჩალაგებას, რომ ასე ვთქვათ, მოაცილოს შეხებაში არ იყოს სხვა კომპონენტებთან, მათ შორის ფორმიანი ელემენტები არის ერითროციტები, ლეიკოციტები, იმიტომ რომ სისხლდინების დროს ერითროციტი, ლეიკოციტი თუ ეჯახება უცხო სხეულს, შეიძლება დაზიანდეს. ორგანიზმი ამას ხვდება და სპეციალურად იცავს ამით, ანუ შემაერთებელ ქსოვილს ამოფენს ხოლმე და სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, რო არ მოხდეს დაგროვება თრომბის, სხვა კომპონენტების, არ მოხდეს ხელახალი, ვთქვათ, თრომბირება. ამიტომ ინიშნება სპეციალური პრეპარატები, ქვია ანტიაგრეგანტები. აგრეგაცია ნიშნავს რაღაცის დაგროვებას, ერთმანეთზე შეწონვას. და ომეგასაც და კოენზიმ Q-საც აქვს ანტიაგრეგანტული ეფექტი. ამიტომ ომეგა ძალიან კარგია ამ დროს და შეგიძლიათ გარკვეულ შემთხვევებში ჩაანაცვლოთ კიდევაც ანტიაგრეგანტული მედიკამენტოზური საშუალებები. ომეგა-3-ზე კითხვით არ ასუქებს, მაგრამ ზოგიერთებმა დაწერეს, რომ მე პირადად გამასუქა. არის ის რამ გაასუქა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ასუქების პროცესი დამოკიდებულია მთლიანად შაქრებზე. არც ერთი ცხიმი, ის ცხიმიც, რომელიც არაა სასარგებლო ომეგა-6 შემცველი, ისიც კი არ ასუქებს. ცხიმი საერთოდ არ ლაგდება, იმიტომ რომ ცხიმის ჩამლაგებელი აგენტი, კომპონენტი, ჰორმონი არ არის ორგანიზმში. არის ინსულინი და ინსულინი ეს არის შაქრის ცხიმად ჩამლაგებელი ჰორმონი. ეს არის მიზანმიმართულად შაქარს კიდევს და რაც უჯრედში ვერჩი აქვს, მიაგდა ცხიმებად ალაგებს ყველგან სადაც კი შეძლებს. ამიტომ თუ გასუქდით, ნიშნავს რომ ჭამთ შაქრებს. ცხიმს გლიკემიური ინდექსი აქვს 0. ინსულინი ცხიმს საერთოდ არ ეხება, ინტაქტურია ცხიმის მიმართ. როგორ შეიძლება გასუქდე, მოიმატოთ ცხიმით, რომელსაც ინსულინი არ ეხება და გამსუქებელი ეს ინსულინი რატო ასეთი ჰორმონი? ეს არის გარკვეული თავდაცვითი რეაქცია ორგანიზმის, რომ აქნემივით ვირეზერვებთ ცხიმს, რომ შემდეგში არ ვიშიმშილოთ. ინსულინი ამას აკეთებს, ცხიმის დამგროვებელი ჰორმონია, რეზერვის მარეზერვირებელი, ანუ რეზერვებს ქმნის ცხიმისას, რომ მერე თუ მოგვიწია შიმშილი, რომ ეს ცხიმი გამოვიყენოთ საკვებად.